მივესალმები ნებისმიერ სამშვიდობო შეთანხმებას. მშვიდობა არის პოლიტიკის ყველაზე ღირებული მიზანი, ერთ-ერთი ყველაზე ღირებული მიზანი და რა თქმა უნდა ძალიან კარგია, როდესაც ჩვენს ახლო რეგიონში, უშუალო რეგიონში ჩვენ ვხედავთ მეტ მშვიდობას და მეტი მშვიდობის შესაძლებლობას. ძალიან კარგია ის დინამიკაც, რაც გვაქვს სამხრეთ კავკასიაში, რეალური ახალი მშვიდობის ზეგეთილდღების სახით და არა ქორწილ მოჩვენებითი მშვიდობის სახით, რომელსაც ამ რეჟიმის პროპაგანდა აწვდის ადამიანებს საკენგად. შესაბამისად, მშვიდობა კარგია. ჩვენ ვიცით ის ამ ეტაპზე, რომ მინიმუმ 2 კვირის განმავლობაში გარკვეულ სტაბილიზაციას ეკრება ადგილი, რაც ასევე კარგია და ცხადია, ეს ყველაფერი დადებითად აისახება ნავთობის ფასზე, რაც რა თქმა უნდა ყველა ადამიანს ეს მტკივნეული საკითხია, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის და აი ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა მას შექმნა სწორედ სერიოზული პრობლემები მსოფლიოს არაერთი ქვეყნისთვის და ხედავთ მართლაც სანამდე წავიდა საწვავის ფასი მათ შორის უშუალოდ ჩვენს ქვეყანაში საქართველოში. აი ამ სრუტის 2 კვირით გახსნამ რა შეიძლება შეცვალოს, როცა საქმე ეხება სწორედ საწვავს და მის ფასს. აი ვითომ უნდა ველოდოთ, რომ კლებისკენ შეიძლება წამოვიდეს კატასტროფულად მომატებული საფასური, იმიტომ რომ აი დღეს ამბობენ შესაბამის სადგურებში, რომ აქვთ ასე ვთქვათ უკვე შეძენილი მარაგები და ჯერ ეს მარაგები უნდა ამოიწუროს. ამასობაში 2 კვირაც გავა. შესაბამისად უნდა ველოდოთ თქვენი აზრით ხასების კლებას საწვავზე საქართველოში. ხო, ეს რთული კითხვაა სწორედ იმ კუთხით, რასაც თქვენ მართლად აღნიშნავთ. ობიექტური ფასი, მოდი ასე ვთქვათ, საწვავის შეიძლება დადებითად ცხადია, იმიტომ რომ ძალიან მარკეტად დაიწვევს ხომ ფასის მატებას ასეთ ვითარებაში დეფიციტი. რაც უფრო ნაკლებია მიწოდება, მით უფრო დეფიციტურია ესა თუ ის პროდუქტი და მასზე ფასი იწევს. და აქ ვთქვათ, რომ რუსეთი იყო ერთ-ერთი მოხერე ამ ყველაფრით. მას მერე რაც ვთქვათ, ჰორმუზის სრუტის გამტარობა შემცირდა და პრაქტიკულად აღარ არსებობდა, რა თქმა უნდა, რუსეთი იყო ერთ-ერთი მოსარგებლე, რადგანაც რუსული ნავთის ფასი გაიზარდა. რაც შეეხება იმ საკითხს, რომელსაც თქვენ ახსენებთ, კერძოდ როგორ მოიქცევიან კონკრეტული მიმწოდებლები, ეს დამოკიდებულია მათ კეთილსინდისიერებაზე, ისე როგორც გააჩნია ქვეყნის მაგალითს, ასევე ეროვნულ რეგულაციებზე. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, როდესაც უფრო იაფი ვარიანტი აქვთ ხოლმე მარაგში, მაინც ძვირდება, ხო? ძალიან კარგად გვახსოვს. და ეს არის ოლიგოპოლიის და ზოგადად ეს მაფიოზური აზრობის ჩვევა, ხო? თუ უკვე აქვთ ნაყიდი შედარებით იაფ ფასად, ძალიან ხშირად მაინც ძვირდება ხოლმე. და ეხლა ძვირად რო აქვთ ნაყიდი, ეხლა პირიქით მარაგშიაც არის ის ფასი უნდა შენარჩუნდეს, ანუ ნახეთ როგორ ლოგიკა არის, ხო? ადამიანის წინააღმდეგ მომართული ლოგიკა არის ყველა ასეთი ჯერზე და ეხლა გააჩნია სახელმწიფოს უკვე ასეთ ვითარებაში გააჩნია სახელმწიფოს. თუ კი სახელმწიფო არის ადეკვატური, იქ შეიძლება იყოს უფრო ადეკვატური ტიპის მოწყობა ამ კუთხითაც. თუ კი რეჟიმი არის ქართველო, რაში უნდა აჩვენოს ეს ადეკვატურობა და აქვე ლელოს ინიციატივაზეც კითხავთ, იმიტომ რომ საწვავის გაზრდილ ფასთან დაკავშირებით კონკრეტული ინიციატივით მიმართეთ მთავრობას დროებით საწვავის საფასურზე ზედა ზღვარის დაწესების ან მეორე მხრივ აქციზის ფასის განახევრებასთან დაკავშირებით, თუმცა როგორც ჩანს, ყოველთვის ჯერჯერობით ამ კუთხით კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებას არაპირებს აღმასრულებელი ხელისუფლება. მეორე მხრივ, მოდით სხვა რამეს კითხავთ, აი თუ აქვს თვითონ ლელოს გაანგარიშებული, რამდენად სერიოზული წნეხი შეიძლება ამ გადაწყვეტილების გამო წამოვიდეს სახელმწიფო ბიუჯეტზე, ანუ რამდენად გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ამ ხელა თანხებზე სახელმწიფო მოარიქვას. ნახეთ, კარგი კითხვაა. დავიწყებ იმით, რომ სახელმწიფო შეუძლია რაღაცების გაკეთება. თქვენ უკვე აქცენტით ის ორი ზომა, რომელიც ჩვენი ინიციატივით აუცილებელია, კრიტიკულად აუცილებელია იმისთვის, რომ ახლა გასაგებია ირაკლი კობახიძე ჰორმუზის სრუტეს ვერ გახსნიდა, ჰორმუზის სრუტეს კი არა ბიძინა ივანიშვილი ფოტოში არ აყენებს, ჰორმუზის სრუტე როგორ უნდა გახსნას, ხო? ფოტოში დაყენების ღირსადაც კი არ თვლის ამ ადამიანს, ხო? რომელიც საკუთარ თავს პრემიერ-მინისტრს უწოდებს და კანონებს იღებს, რომლითაც ადრე გვევედრებოდნენ ლეგიტიმაცია ცანით ჩვენიო და ეხლა დაგვავალეს სისხლის ამართლის წესით. და აი ამ კაცს, რომელიც ჩვენ გთხოვს, რომ და გვავალდებულებს და გვიჭერს თუ ასე გავაკეთებთ, რომ პრემიერ-მინისტრი უწოდოთ და მის რეჟიმს მთავრობა, ამ კაცს საკუთარი ბატონი და საკუთარი ფეოდალი და დონორი ფოტოშიც კი არ აყენებს წესიერად, ხო? მართლა მოსდევდა ძველი ნაცნობივით უკან თავისთვის მოდიოდა კაციშვილი არ უყურებდა ზედ. ხო, ეს კაცი ჰორმუზის სრუტეზე ვერ მოახდენს გავლენას, მაგრამ მას შეეძლო და შეუძლია საწვავის ზედაფასის დაწესება, ცხადია და აგრეთვე აქციზის დაწევა. გასაგებია, რომ არის ზომები, რომელსაც ვერ მიიღებს ეროვნული მთავრობა, მაგრამ ასევე არის ზომები, რომელსაც მიიღებს ეროვნული მთავრობა და ჩვენ ეს კი არ გვითხოვს რაღაცა მუდმივ მოქმედ ზომად, ხო, რომელიც იქნებოდა ვებერთელად პირდი, დაგეთახმებით სახელმწიფო ბიუჯეტზე. ჩვენ ეს ინიციატივა
გამოვთქვით როგორც დროებითი ფორმა და ზომა იმ კონკრეტული ისტორიული მომენტის პასუხად, რაც ახლა არის საქართველოს სამხრეთით ირანში. აი ხო ხედავთ, უკვე არის შანსი, ხო ვთქვათ, შესაძლებლობა იმისა, რომ ეს ამ ფორმის კრიზისი ყოველ შემთხვევაში ნავთობის აწეხება ჩაცხეს კიდევაც. პრეზიდენტმა ნათია თურნავამ უპასუხა გუშინ ჟურნალისტების კითხვას, აი გეოპოლიტიკური პერიპეტიების და პროცესების ფონზე მომატებულ ფასებთან დაკავშირებით და ასეთი რამ თქვა, ამონარიდი მისი კომენტარიდან ზემოქმედება, რომელსაც ახალი გეოპოლიტიკური გამოწვევა მოახდენს ფასებზე, დამოკიდებულია ამ შოკის საომარი მოქმედებებისა და მასთან დაკავშირებული სირთულეების ხანგრძლივობაზე, თუმცა ეროვნული ბანკი ყველა სცენარისთვის მზადაა, ამბობს ნათია თურნავა. აი თუ აქვს ეროვნულ ბანკს პირადად თქვენიც და ზოგადად პარტიის ლელოს ნდობა და რამდენად ხართ მშვიდად იმის გამო, რომ აი აღმოჩნდა, რომ ეროვნულ ბანკს ყველა სცენარისთვის ქონია მომზადებული შესაბამისი გეგმა. მე მაქვს ნული ნდობა, როგორც კონკრეტულად თურნავას ასევე ეროვნული ბანკის მიმართ, რაც სამწუხაროა, იმიტომ ეროვნული ბანკი უნდა იყოს კარგ შემთხვევაში ინსტიტუცია, რომელიც არის პოლიტიკურ პროცესის მიღმა, ამ თვალსაზრისით, პარტიულ პოლიტიკურ პროცესის მიღმა, ის არის ეროვნული სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი ინსტიტუტი, მაგრამ აი ერთ მარტივ მაგალითს გავიხსენებ და ამით არის წარმოგვიდგენთ ჩემი პასუხიც. ქალბატონი თურნავა იყო სწორედ ის პირი, რომელმაც ერთი ადამიანის სანქციას და ერთი ადამიანის გამოვლენილ პარტიულ პოლიტიკურ ვნებას რამის შესწირა მთელი ქართული ფინანსური სექტორი. გულისხმობ ფაცხალაძეს და გულისხმობ იმ სანქციებს, რომელიც ყოველს ძალიან კარგად გვახსოვს. როგორ შეიძლება რომ რაიმე ტიპის ნდობა გამაჩნდეს, ან სერიოზულად აღვიქვამდე ადამიანს, რომელმაც ერთი ადამიანის, ერთი კაცის დასაცავად, ცხადია პარტიულ პოლიტიკური პატრონების დავალებით, რამის გადააყოლა მთელი ქართული ფინანსური სექტორი. ასეთი ადამიანები საერთოდ არ უნდა იყვნენ საჯარო სფეროში წარმოდგენილი. როდესაც ნორმალურ საქართველოს მივახცევთ, ასეთი ტიპის უპასუხისმგებლობის გამო, იმიტომ კი რომ მე არ მომწონს ამ ბიზნესს, არა, იმიტომ რომ უპასუხისმგებლო არიან ამ ერის, ამ პოლიტიკური საზოგადოების და მისი ფინანსური და პოლიტიკური ინსტიტუტების წინაშე. ასეთი ხალხი არ უნდა იყოს წარმოდგენილი საერთოდ არც ერთ ისტორიაში. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე საუბრით გავხსენეთ ჩვენ ინტერვიუ და ჩვენ ამ თემაზე გადაცემის მეორე ნაწილშიც ვისაუბრებთ კიდევ ერთ სტუმართან ერთად. თქვენთან კი სხვა თემებიც მინდა ახლა შევაფასოთ, მათ შორის აი სწორედ გეოპოლიტიკური პერიპეტიების ფონზე გუშინ წინ ნახეთ, რომ თბილისს ესტუმრა აზერბაიჯანის პრეზიდენტი. თქვენ ამ თემას გარკვეულწილად შეეხეთ, თუმცა კიდევ უფრო მეტად გავშალოთ. აი რამდენიმე გარემოება იქცევს უშუალოდ ალევის თბილისში ჩამოსვლასთან დაკავშირებით ყურადღებას. აი მაგალითად მისი ვიზიტი არ იყო წინასწარ დაანონსებული და ამის შესახებ გავიგეთ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან პრინციპში იმავე დილით, როცა შედგა ილჰამ ალიევის ვიზიტი, ისე როგორც აღსანიშნავია ის, რომ ბოლოს 3 წლის წინ, 2023 წელს ყოფილა საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტი, როდესაც პრემიერ-მინისტრი იყო ჩვენთან ჯერ კიდევ ირაკლი ღარიბაშვილი. რამდენად ჩანს, რომ ეს ვიზიტი უცებ დაიგეგმა და არ მომზადებულა რამდენიმე თვის განმავლობაში, როცა როგორც თქვათ ეს ზოგადად ხდება ხოლმე და მეორე მხრივ, რატომ უნდა ჩათვლილიყო, რომ აი სწორედ ახლა საქართველოში ასე სასწრაფოდ ჩასვლაა საჭირო. დაგეთაქვეთ, მეც ამ შთაბეჭდილების ქვეშ ვარ, რომ ეს ვიზიტი არ იყო დიდი ხნით ადრე დაგეგმარებული. მე ვფიქრობ, ეს პირდაპირ შემოქმედებაში არის იმ პროცესებთან და იმ დინამიკასთან, რაც ახლა არის რეგიონში, კონკრეტულად ენერგეტიკული უსაფრთხოების და ენერგოპოლიტიკის თვალსაზრისით. მე ვფიქრობ, ძალიან ყოველთვის კაფეოა რა დინამიკასთან გვაქვს შეხება. ერთი მხრივ ეს არის ტრამპის უშუალო ჩართულობით შექმნილი ახალი სამშვიდობო დერეფანი, რომელიც მის სახელს ატარებს, ესე იგი ტრამპის სახელობის გზას გულისხმობ და ჩვენ გუშინ ამასთან დაკავშირებით წარმოვთქვით ინიციატივა, რომ ამ გზის ლოგიკურ გაგრძელებას დასავლეთით, ამ გზიდან დასავლეთით, რაც უნდა იყოს ანაკლიის ხორცმოვანი პორტის პროექტი, ეწოდოს ასევე ტრამპის სახელი, რაც და მე დავინახე, რომ ვიღაცებს ამაზე ქონდათ აქცენტი, სამწუხარო რა ადამიანებმა აზრობა შეწყვიტეს და ვეღარ ხედავენ, რომ უკვე არის გზა, მინდა გავახსენო, ცოტა თუ გაცდებიან აი საკუთარ წვენში ხარშვას დაინახავენ, რომ უკვე არის გზა. ეს გზა არის უკვე ძალიან მნიშვნელოვანი, ამ გზამ უკვე გადაწერა სამხრეთ კავკასიის მთელი დინამიკა უსაფრთხოების, ტრანზიტის, ეკონომიკური, ფინანსური, გეოპოლიტიკური და ამ გზა თუ ანაკლია შენდება და უნდა აშენდეს და აშენდება, ის თავის თავში იქნება ამ გზის
ფუნქციური, როგორც ვთქვათ, ტოლფარდი ერთეული, ხო? ამ ქსელის ნაწილი, ამ ჯაჭვის ნაწილი. რა ნახეს გასაოცარი იმაში, რომ ამათ წერტას იგენ სახელი. მე ლელოს ინიციატივას ტრამპის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით. და იქნებ უთხრათ, რა შეიძლება შეცვალოს ანაკლის სპორტისთვის ტრამპის სახელის მინიჭებამ და ამ პროექტში დასავლური ინვესტიციების შემოდინებისთვის, რა ვიცი, მხოლოდ სახელწოდებაში ცვლილებები რამდენად საკმარისია. სახელწოდება ჩვენს პოლიტიკური რამ, მეტი არაფერი, იმ მიზეზით, რაც ახლა ვახსენე, ეს არის ის, რომ რეალურად არსებობს უკვე ტრამპის სახელობის გზა და ანაკლია თავისი არსით უნდა იყოს ამ გზის ლოგიკური გაგრძელება. ეს არის და ეს. შეიძლება სხვა სახელი იყოს, სახელს არანაირზე არ აქვს, ხო? ის ბოლოს. თავარი არის პოლიტიკური ლოგიკა და იმიტომ რომ ისტორიამ პარალელომ ეს პოლიტიკური ლოგიკა შექმნა, ეს მოხდა ხო უკვე. აი ზოგიერთ კრიტიკოსს შეხედო, იფიქრება ლელომ წარმოიდგინებს მსგავსი რამ. და მე მგონი რეალობასთან აქვს ხომ შემთხვევაში პრობლემა, იმიტომ რომ უკვე არის ვიმეორებ ეს გზა, უკვე ქვია ტრამპის სახელი და მისი ლოგიკური გაგრძელება, აი ჯაჭვის გაგრძელება უნდა იყოს ანაკლია. რა შეყავს სახელს დაგეთაქვებით, ცხადია სახელს აქვს ყველაზე ნაკლები მნიშვნელობა. თავარი არის პირველი, რა ტიპის ინვესტიციით აშენდება ანაკლიის სპორტი. და მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი პრიორიტეტი არ არის ვინ ააშენებს ანაკლიის სპორტს, თავარია სწორმა მხარემა ააშენონ. კიდევ უფრო მკაფიოდ ვიტყვი, ჩვენი პრიორიტეტი არ არის რომ მამუკა ხაზარაძემ და პატრიკ ჩაფაიძემ ააშენონ ანაკლია, ჩვენი პრიორიტეტი არის რომ ანაკლია აშენდეს იქ რომ საქართველოს ჭირდება ანაკლია, მაგრამ და კიდევ სხვა აი ეს არის თავარი, მაგრამ ჩვენთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი რომ ანაკლია აშენდეს სწორი კონტრაქტით, გამჭვირვალე კონტრაქტით, არა ეს არაბულ ყალთაბანდური რაღაცები რომ ქოცვებსაც უყვართ ხო, კორუმპირებული ჩინური კომპანიები რომელიც არის დასანქცირებული და არაერთი სახელმწიფოს მიერ გაძევებული უკვე პრაქტიკაში საკუთარი პოლიტიკური და ეკონომიკური სივრცეებიდან და არა რუსულ-ჩინური ტიპის და იქ სხვა ესეთი რაღაცა ბუნდოვანი კაპიტალის გამტარი ერთეულების მიერ. თუ ეს აშენდება ამერიკული კაპიტალით, ევროატლანტიკური შესაბამისი გამჭვირვალე ხარისხიანი სტანდარტის მატარებელი ფინანსური ინსტიტუტების მიერ ჩვენ ვიქნებით ძალიან ბედნიერი როგორც ქართველები, იმიტომ რომ ჩვენთვის თავი არის რომ აშენდეს ანაკლია და საქართველოს არ დაკარგოს ეს შანსი, იმიტომ რომ ასეთი შანსი ძალიან ხშირად არ არსებობს, საუკუნეში ერთხელ გაქვს ესეთი შანსი. სამწუხაროდ იწურება ჩვენ გადაცემისთვის განკუთვნილი დროს რამდენიმე წუთი დარჩა და ისევ უშუალოდ ალიევის თბილისში ვიზიტს მინდა დაუბრუნდეთ და რატომ ესე ვის აღარ შეხვდა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ილჰამ ალიევი, თუმცა მაინც ბიძინა ივანიშვილთან მისი ბიზნეს ცენტრში სტუმრობა იქცევს განსაკუთრებულ ყურადღებას. აეროპორტში მას დახვდა მაკა ბოჭორიშვილი, მერე იყო შეხვედრა მიხეილ ყაველაშვილთან, ისე როგორც ირაკი კობახიძესთან, იქამდე გმირთა მოედანზე, სადაც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო, მივიდა და შეეგება კახა კალაძე. და აი ბოლოს იყო უკვე ბიძინა ივანიშვილი, თუმცა მაინც ივანიშვილთან შეხვედრა ითვლება ყველაზე მთავარ აუდიენციად. რა შეფასებები აღარ მოვისმინეთ ამ თემაზე უკვე ამ ორი დღის განმავლობაში იქნებიან ეს პოლიტიკოსები თუ იგივე ანალიტიკური სექტორის წარმომადგენლები. აი პირადად თქვენ რა მოგხვდათ თვალში ყველაზე მეტად იმ კადრებიდან, რომელიც ორი დღის წინ ნახეთ, ახლა უკვე ეს გითხარით. პირველი ის, რაც გარკვეულწილად ვახსენე, რომ საქართველოს არ ყავს პრემიერ-მინისტრი, არ ყავს პრეზიდენტი, საქართველოს ყავს ბიძინა ივანიშვილის პაჟები, სხვადასხვა ვიზუალით და სხვადასხვა სახელებით. როდესაც საქმე მიდგება რაიმე მნიშვნელოვანზე, ცოტათი მაინც მნიშვნელოვან საკითხზე, ჩვენ ვხედავთ ვინ არის რეალური ბოსი ამ სინდიკატის, რომელსაც ქვია ქართული ოცნება, იმიტომ რომ ამ ბოსთან მიდის რეალურად ყველა, ხო, მას ეკითხებიან ათს გადამწყვეტ მომენტში. ახლა, როდესაც ლაგდება, ასე თუ ვიტყვით, რეგიონის ახალი გეოპოლიტიკური მოცემულობები, ახალი ვითარება, როდესაც წყდება ახალი ენერგეტიკული ხაზების ბედი, იქნება ეს შუა კორიდორის კლასიკური თვალსაზრისით, გაგებით და ანაკლიით, თუ იქნება ეს ალტერნატიული ენერგოპროექტი, რომელსაც ვიცით, რომ აზერბაიჯანი მუშაობს, აზრი არ აქვს, ხო, ამ შემთხვევაში მიდიან ივანიშვილთან. იმიტომ რომ ის არის რეალური ხელმძღვანელი ამ სახელმწიფოს ყველა მთავარი პროცესის. საპასუხო პოზიციები მინდა გადაცნოთ. ირაკლი კობახიძემ სტუმარი მიიყვანა პარტიის ლიდერთან. მე თქვენთან სახლში რომ სტუმარი მოვიყვანო და თქვენ იყოთ მთავარი მასპინძელი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემი როლი დაკნინებულია. პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ უთხრა გუშინ ჟურნალისტს და აქვე კიდევ ერთი ლევან მაჭავარიანი, რომელიც ასევე საპარლამენტო უმრავლესობას წარმოადგენს, მნიშვნელოვანი
მნიშვნელობა არ აქვს ბიძინა ივანიშვილი რაიმე პოზიციას იკავებდა და იკავებს, ისევ წავა პოლიტიკიდან თუ რა რანგში იქნება, მისი პასუხისმგებლობა და როლი აბსოლუტურად სხვა ხარისხშია, ვიდრე ნებისმიერ თანამდებობას შეეფერებაო, ამბობს ლევან მაჭავარიანი. რას უპასუხებთ არგუმენტს, რომ ივანიშვილის პასუხისმგებლობა და როლი აბსოლუტურად სხვა ხარისხშია და ის აღემატება ნებისმიერ თანამდებობას. ხო, ავსი ლევან მაჭავარიანი არ ვიცი მაბატონო რომელია, მაგრამ ქართული ოცნების დეპუტატია პარლამენტში. ხო, ახლა ლევან მაჭავარიანზე ხო არ იქნება პასუხისმგებლობა, ხო? პასუხისმგებლობა არის ბიძინა ივანიშვილზე, იმიტომ რომ ნახეთ, არც მინისტრთა კაბინეტი არსებობს, არც პრეზიდენტი არსებობს. არც აი ძალიან მარტივად, მოდი დიდი ბატონი ბიძინა სიტყვას გამოვიყენებ, რაც გინდა ის უწოდეთ ხალხია. აი წინას როგორც უწოდა, ეხლა რო ციხეში უზის, ხო? მე ამას მიუსვამს ციხეში და ახალი პაჟი ეყოლება, ხო? ამას ხო მე ამას წლების წინ ვამბობდი ხოლმე. ეხლა ჩემი თქვა აღარ არის საჭირო, იმიტომ რომ გავიდა ეს დრო და ყველაფერი რეალურად ბიძინამ თქვა თვითონ, ხო? რატენ ნივთად უყურებს ამ ხალხს, ნივთად. ირაკლი კობახიძე არის ნივთი. დღეს არის უფრო გავლენიანი ნივთი, ხო აღარ იქნება. ირაკლი ღარიბაშვილი არ იყო გავლენიანი, როგორ არ იყო? ძალიან გავლენიანი იყო. დღეს სად არის ირაკლი ღარიბაშვილი? გრიგოლ გილოვაშვილი არ იყო გავლენიანი? ეგ იყო თუ იყო გავლენიანი? სად არის დღეს ის? და ირაკლი კობახიძე რატო თulis რომ რაიმეთი არის გამონაკლისი? გილოვაშვილზე უფრო ჭკვიანია? არ ვიცი, ან ღარიბაშვილზე უფრო შავგნელი აზრებია. აი, ნახეთ, ვერაფერში ერთმანეთს ყულა ედრებიან, ყვედრებიან. ყველანი არიან თანაბარი პაჟები, პაიკები ბიძინას კარზე. და აი რაც ეხება აი რაც ვოლსკის უთქვამს, ხო? ძალიან კარგ რაღაცაზე ამახვილებს ყურადღებას. ეს ხალხის კარგი პასუხი მე ვფიქრობდი ამაზე გუში. გაგიგიათ რომ ადამიანები რომელიც მინისტრებს უწოდებენ საკუთარ თავს, ჩამომწკრივდნენ კერძო პირის სახლში და კერძო პირი აცნობდა მათ, აი აბსოლუტურ ფანტასტიკაში ვართ, ხო? კერძო პირი აცნობდა მათ მესამე მხარის სახელმწიფო მეთაურს. აი წარმოიდგინეთ, რომ სახლში დაიყენოთ მინისტრთა კაბინეტი 10 თუ რამდენიც იყვნენ ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ ისინი მართავენ დღეს ქვეყანას. ერთი თავდაცვა, მეორე საგარეო, ამ ხელა პოზიციები, ხო? და ასე შემდეგ, ვინც იყვნენ, ხო, არ ვიცი. და კერძო პირის სახლში დგანა და კერძო პირი წარუდგეს მათ მესამე სახელმწიფო მეთაურს. აი ეს აჩვენებს ძალიან კარგად ჩვენ ვთხოვთ ანომალიაში. ეს არის ანომალია. ატროფირებულია სახელმწიფო და ბიზნეს მინანსა და მინისტრთა კაბინეტს შორის განსხვავებას ვერ დაერქვა. ბატონ გრიგოლ, აი ბოლო კითხვაც და ამით დავასრულოთ. ბევრი ფიქრობს, რომ მიზანმიმართულად აქვს ქართულ ოცნებას გავრცელებული კადრები, სადაც წამყვანია ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე უკვე ერთგვარად ჩაგრულის როლშია გამოყვანილი. აი თქვენ ამდენად გონიათ და რა მიანიშნებს იმაზე, რომ უნდოდათ საზოგადოებას აი სწორედ ღიად დაენახა ვინ არის ქვეყანაში მთავარი. მე არ ვიცი ამდენად უნდა თქო მე ვფიქრობ ის იყო თამაშობენ აი რაღაცა სცენარს, ხო, რომელშიც ვითომ მართველები არიან მართველები, ხო? მაგრამ უბრალოდ არის მომენტები, როდესაც აღარ გამოსდით ხოლმე თამაში. ვითარება ითხოვს, ვითარების მნიშვნელობა ითხოვს, რომ გამოჩნდეს რეალური ხელმძღვანელი და ჩნდება ხოლმე. მაგრამ აქაც სადეს ჩვენ ხედავთ, ხო, ქართული მედია არ შეუშვეს, როგორც ვიცი, არც ერთი, არა? ჩვენ კადრები ვიცით უხმოთ, ისიც როგორც შეგვცვალეთ ზობილი, უცხოური მედიის მიერ გადაღებული. ანუ მცდელობა ეს თუ ასე არის მართლაც მე ვიცი, მცდელობა აქაც იყო, ხო? ვთქვათ, რომ ანუ მთავრობის ადმინისტრაციაში პრესკონფერენციასთან დაკავშირებით ჩვენ გვითხრეს, რომ ილჰამ ალიევს, ანუ აზერბაიჯანის პრეზიდენტს ბაქოდან ჩამოყვა წარმომადგენლობითი დელეგაცია, მათ შორის არაერთი ჟურნალისტი აზერბაიჯანელი და ამიტომ ფიზიკურად პრეს-ოთახი ვერ იტევდა მოკლედ ამდენ ადამიანს და ამიტომ არ დარჩა ქართული მედიის ადგილი. ხო, ესე იგი საქართველოში არც მედია დარჩა, არც კამერა, არც ოპერატორი რომ გადაეღო რამე, ხო? ეს ნახეთ, რომ იყო მცდელობა, ხო? ძალიან კონკრეტული მცდელობა იმისა, რომ ნაკლები გაშუქება ქონოდა ქართული მხარების, თუნდაც ქოცური არხების მხრიდან.